საქართველო არის წილხედრი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა და იგი არადროს არ დაეცემა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მუდამ იცავს და იფარავს განსაცდელისაგან და ხილული და უხილავი მტრებისაგან, როგორც უფალმა დრეთით აღადგინა ლაზარე 4 დღის მკვდარი, ასე მრავალგზის აღადგინა უფალმა საქართველო და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო, არც შემოდგომას ეხება, არც სურათია ზამთრის, არც გაზაფხულის შექება. ეს ლექსი გახლავთ აუგი. მე გამოვდივარ ძაგებით, იმ თქვენი თანატოლების, იმ თქვენი ამხანაგების, საუბედუროდ რომელნიც ისე აღზრდილნი არიან, ქართულად ხმას ვერ იღებენ, რუსულად გაგიხარია. რუსულის ცოდნა იცოცხლე, სახარბიელო რამარი, მაგრამ ეს უნდა გახსოვდეს, მშობლიურია მთავარი. ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, მაგრამ არ უნდა დაგკარგო ქართული სიტყვის ნათელი. მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს, ვინც არც იცის და არც უნდა იცოდეს ჩვენი წარსული, ვინც ვერც ხმას იღებს ქართულად, არც ხვისი ესმის ქართული. განა იმისთვის იბრძოდნენ წარსულში მამა პაპანი, რომ დღეს შვილმა აღარ იცოდეს სისხლით დაცული ამბანი. თუ კი წინაპარს შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული, თუ დღესაც მღერის ქართველი ფერეიდანში ფანდური, შენ აქ რა ღმერთი გაგიწყდა, ვინ იყო შენი გამზრდელი, შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი. მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. თუ ადამიანს ესმის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, იგი ჩიხში არადროს არ შევა. მას აქვს მუდამ საქართველო არის წილხედრი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა და იგი არადროს არ დაეცემა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მუდამ იცავს და იფარავს განსაცდელისაგან და ხილული და უხილავი მტრებისაგან, როგორც უფალმა დრეთით აღადგინა ლაზარე 4 დღის მკვდარი, ასე მრავალგზის აღადგინა უფალმა საქართველო და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო, არც შემოდგომას ეხება, არც სურათია ზამთრის, არც გაზაფხულის შექება. ეს ლექსი გახლავთ აუგი. მე გამოვდივარ ძაგებით, იმ თქვენი თანატოლების, იმ თქვენი ამხანაგების, საუბედუროდ რომელნიც ისე აღზრდილნი არიან, ქართულად ხმას ვერ იღებენ, რუსულად გაგიხარია. რუსულის ცოდნა იცოცხლე, სახარბიელო რამარი, მაგრამ ეს უნდა გახსოვდეს, მშობლიურია მთავარი. ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, მაგრამ არ უნდა დაგკარგო ქართული სიტყვის ნათელი. მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს, ვინც არც იცის და არც უნდა იცოდეს ჩვენი წარსული, ვინც ვერც ხმას იღებს ქართულად, არც ხვისი ესმის ქართული. განა
იმისთვის იბრძოდნენ წარსულში მამა პაპანი, რომ დღეს შვილმა აღარ იცოდეს სისხლით დაცული ამბანი. თუ კი წინაპარს შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული, თუ დღესაც მღერის ქართველი ფერეიდანში ფანგური, შენ აქ რა ღმერთი გაგიწყდა, ვინ იყო შენი გამზრდელი, შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი. მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. თუ ადამიანს ესმის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, იგი ჩიხში არადროს არ შევა. მას აქვს მუდამ იმედი ღვთისა და ეს იმედი არ მოგიშალოთ უფალმა თქვენ და მთელ საქართველოს. გადაცემის სპონსორია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლი.